შაბათი და ჩვენ კვლავ თქვენთან ვართ. მარიოტა უკვე თქვენი ოჯახების სტუმარია. გამარჯობათ. მე გიორგი კილასონია ვარ და სწორედ მე მხვდა ბედნიერება დღევანდელი გადაცემის წამყვანი ყოფილიყავი. მოგეხსენებათ, ზამთარი არ არსებობს ავადმყოფობის გარეშე. ავადმყოფობას წამალი სჭირდება. წამლები უამრავია მათი რეკლამაც, მაგრამ გონიათ, რა წამალსაც რეკლამა უკეთდება, ყველასთვის შეიძლება მისი მიღება. სულაც არა. უსმინეთ ნინო ძაბილასთვის ჩვენი პირველი რეპორტაჟი სწორედ მან მოგვიმზადა. ახლა ზამთარია და ავადმყოფობებიც მოხშირდა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები მიმართავენ თვითმკურნალობას და საკუთარი დანიშნულებით სვამენ წამლებს, მაგრამ იცით თუ არა, რომ შეიძლება წამალი საწამლავადად იქცეს, თუ იგი არადანიშნულებით იქნება მიღებული. განსხვავება მაქსიმალურ ეფექტსა და მომწამლავ დოზას შორის მცირეა. და მომრავლებული რეკლამები ხელს უწყობენ წამლის არასწორად მიღებას. აი მაგალითად ასპირინი. თქვენ თვლით, რომ იგი ყველაზე უვნებელი სიცხის დამწევის საშუალებაა? სულაც არა. თუ ადამიანს აქვს წყლულოვანი დაავადება, ან მიდრეკილება აქვს სისხლის დენისაკენ, ასპირინმა შეიძლება ძლიერი სისხლის დენა გამოიწვიოს ორგანიზმის შიგნით და ადამიანის სიკვდილიც კი. თუ ბრონქიალური სპაზმები გაწოდებთ, ასპირინმა შეიძლება შეტევებიც გამოიწვიოს. ასევე შეიძლება ითქვას პარაცეტამოლზე. მისმა დიდი რაოდენობით დალევამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის, თირკმელების მძიმე დაავადებები, აგრეთვე არითმიაც. მე რა თქმა უნდა არ გაშინებთ, უბრალოდ გაფრთხილეთ. თუ ავად გახდით, მიმართეთ ექიმს და არა თვითმკურნალობას. ნუ ჩააგდეთ თქვენ სიცოცხლეს საფრთხეში და ეცადეთ ნაკლები წამლები მიიღოთ. ჯანმრთელობას გისურვებ. ნინო ძაბილაშვილი და გადაცემა მარიოტა. გასულ წელს საკმაოდ სასიხარულო ამბავი მოხდა. ქარელის სამუსიკო სკოლა გადაკეთდა ხელოვნების სკოლად. ანუ იქ კაპანაძე შეხვდა ხელოვნების სკოლის დირექტორს ქალბატონ ქეთევან ბეშკენაძეს. ხელოვნების მოყვარულებმა დიდი საჩუქარი მივიღეთ. ქარელის სამუსიკო სკოლა ხელოვნების სკოლად გადაკეთდა. ეს მარტო სახელი შეცვლა არ ყოფილა. ახლა ამ სკოლაში ისწავლება ისეთი საგნები, რომლებიც იქამდე სამუსიკო სკოლის სწავლების პროგრამაში არ შედიოდა. ბავშვები დიდი სიხარულით დადიან ხატვის, პლასტიკის და ხელოვნებათმცოდნეობის გაკვეთილებზე. ახლა თვითონ სკოლის დირექტორს ქალბატონ ქეთევან ბეშკენაძეს უსმინეთ, რომელიც სწორედ სკოლის სიახლეებზე გვესაუბრება. ქარელის სამუსიკო სკოლის გადაკეთება ხელოვნების სკოლად დიდი ხნის ჩანაფიქრი იყო, მაგრამ რაღაცა სხვადასხვა მიზეზების გამო არ განხორციელდა. ეს თავიდანვე გათვალისწინებული იყო, მაშინვე ქონდა ჩავიფიქრეთ ახალ შენობაში რომ გადავედით, ამასთან დაკავშირებით გვინდოდა შეცვლილიყო სკოლის მთელი სტრუქტურა, მაგრამ მაშინვე არ მოხერხდა. აი თქვენ წარმოიდგინეთ, გასული წლის ნოემბრიდან მოხდა ეს ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელება, რომელშიც ძალიან დიდი წვლილი მიუწვეს ჩვენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ქალბატონ თინა გაგნიძის დიდი დამსახურება, მისი მონდომება, მისი მხარდაჭერა და რა თქმა უნდა ჩვენი კულტურის სამინისტროს თავგამოდებული დაცვა ჩვენს ხელოვნების სკოლის გახსნისთვის. მე მინდა სწორედ ამის ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ ჩვენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, რომლებიც ძალიან დიდი მონდომებით და ძალიან დიდი ზრუნველობით შეხვდა ამ ჩვენი სკოლის გახსნას. ამავე დროს მინდა აღნიშნო ბატონ თემური სანდოძის დიდი მზრუნველობა ჩვენი სკოლის მიმართ, რომელმაც ადგილობრივი ბიუჯეტის დეფიციტის მიუხედავად მოახერხა, რომ სკოლას დახმარებოდა მცირედით მაინც. ჩვენთან სწავლება ფასიანია. წლის განმავლობაში მოსწავლემ, ჩვენ სკოლაში შემოსულმა მოსწავლემ უნდა გადაიხადოს 72 ლარი. ეს რა თქმა უნდა დღევანდელ ძიმე ეკონომიურ პირობებში ძალიან დიდი თანხა არის, ძნელია მათი გადახდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მსურველები გვყავს, ჩვენთან განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები მოდიან. ეს იმიტომ, რომ ხელოვნების საგნებს ძალიან დიდი ნიჭი საჭირო და
რა თქმა უნდა, დიდი მონდომებაც არის. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჯერჯერობით სკოლის მუშაობა ისე არ არის, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია და როგორც მომავალში გვაქვს გათვალისწინებული, მაგრამ თავის პირველი ნაბიჯების სკოლამ უკვე დაიწყო. აქ განსხვავებული საგნებიც დაემატა. განსხვავებული საგნები ეს, რომელიც მოიცავს ხელოვნების სხვადასხვა დარგს, ამ მხრივ მოსწავლეები მიიღებენ ფართო ცოდნას, უფრო შესაძლებლობის მიხედვით, რაც საშუალებას მოგცემს, რომ უფრო მეტი ცოდნა მიიღოს ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მოსწავლემ და გარდა ამისა, აქ ესთეტიკურადაც უფრო კარგად, უფრო ზნეობრივადაც უფრო კარგად აღზრდილი ბავშვები იქნებიან და საშუალებას მოგცემს უფრო მეტად ეზიაროს ხელოვნების ამ დარგებს მოსწავლე. მე მინდა ისიც აღნიშნო, რომ ჩვენთან განსაკუთრებით საშუალება იმისა, რომ სხვადასხვა გაკვეთილები ჩატარდეს ისე, როგორც წარმოგვიდგენილი გვაქვს და მომავალში გვინდა, ისე არ ხდება, მაგრამ ალბათ მომავალში უფრო დაიხვეწება ეს ჩვენი მუშაობა, უფრო მეტი საინტერესო იქნება და უფრო მეტი საქმის გაკეთება შეგვიძლია. მე წინასწარ არ მინდა ვთქვა ის მომავალი გეგმები, იმიტომ რომ ეს ალბათ ჩვენი შესრულებული საქმე და მომავალი გვიჩვენებს. მე მინდა აღნიშნო ამ ცოტა ხნის წინათ ჩატარებული კონცერტი, რომელიც ეს იყო ერთ-ერთი დასაწყისი იმ ჩვენი მუშაობისა, რომელიც ალბათ მომავალში გვაქვს გათვალისწინებული და გვინდა რომ უფრო ფართოდ და უფრო ლამაზად და უფრო კარგად მიმდინარეობდეს. ეს კონცერტი იყო ძალიან ისეთი მოკრძალებული, რა თქმა უნდა, ვერ დავიკვეხნით დიდი პროფესიონალიზმით, ვერ ვიტყვით რომ თქვა იქ ხარვეზები არ იყო, შესაბამისად იყო ბევრი მოსწავლე ღელავდა, ისეთი ჩანაფიქრი როგორც ჩვენ ხონდა ისეთი შეიძლება არ იყო, მაგრამ ალბათ მომავლისთვის უფრო გაუმჯობესდება, უფრო მეტი საინტერესო იქნება და უფრო ლამაზი იქნება ხელოვნების სკოლის მომავალი ცხოვრება. გმადლობთ. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ხელოვნების სკოლის დირექტორი ქალბატონი ქეთინა ბუშტკენაძე. მომავალში ხვედრავდეთ. ახლა ჩვენი გადაცემის ყველა ეს საინტერესო გვერდს გთავაზობთ. მას ქვია ვითამაშოთ ერთად. გინდათ? ითამაშოთ ჩვენთან ერთად და თანსაჩუქრებით მიიღოთ. მაშინ ყურადღებით უსმინეთ და თუნა კაპანაძეს და ჯაბა მარჯანიძეს. სურპრიზები ხომ მიყვართ? ხოდა ჩვენს გადავწყვეტეთ ერთი სურპრიზი მოგვემზადებინა. თქვენ შანსი გაქვთ მოიგოთ აი ეს სიმპათიური სათამაშო. ამისათვის კი იცით რა არის საჭირო? ახლა მოგახსენეთ. წარმოიდგინეთ, რომ სრულად შემთხვევით მოხვდით მეგობართან სტუმრად. იგი სტუმრები დაგვდნენ, რომლებმაც ყურადღება არ მოგაქცევთ. რას იზამთ? ვინც უფრო ორიგინალური და საინტერესო პასუხს მოგაგდეს, მოვიწვიოთ ჩვენს გადაცემაში და მიიღებს საჩუქრად მიიღებს აი ამ სათამაშოს. ასე რომ გელით და გიმეორებთ პირობას. წარმოიდგინეთ, რომ სრულად შემთხვევით მოხვდით მეგობართან სტუმრად. იგი სხვა სტუმრები დაგვდნენ, რომლებმაც ყურადღება არ მოგაქცევთ. რას იზამთ? პასუხები აუცილებლად წერილობით უნდა მოვაწოდოთ 21 თებერვლამდე და მიუთითოთ თქვენი ასაკი, გვარი, სახელი და მისამართი. ნუ გაუშვებთ ხელი და შანს, გახდით გამარჯვებული. ჯაბა მარჯანიძე, დათუნა კაპანაძე და გადაცემა მარიოტა. ამით ჩვენი გადაცემა დასრულდა. გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე. ნახვამდის.